მოგესალმებით მეგობრებო, გრძელდება ჩვენი თავგადასავალი გერმანიაში. დღეს ჩვენ გვინდა შემოგთავაზოთ ჩემპიონთა ლიგის საფეხბურთო მატჩების გამეორება და რა თქმა უნდა დემეს და სანის შესრულებით. თამაში გაიმართება 1-1-ზე, სადაც მონაწილეობას მიიღებენ როგორც უკვე ვახსენეთ დემე და სანი და ვნახოთ თუ რომელი გუნდის წარმომადგენელი იქნება ან ერთი ან მეორე, ამას სულ ცოტა ხანში გაიგებთ. რა თქმა უნდა, ჩვენ ამისთვის მოვამზადეთ სპეციალური საიდუმლო ყუთი, სადაც ამ ორ ფეხბურთელ ბავშვს ამოუვა ის ფორმა, რომელიც ჩვენს მიერ იქნა წინასწარ შერჩეული, ხოლო თქვენ გელოდებათ დაუვიწყარი მატჩი, რომელიც გაცოცხლდება თქვენს წინაშე ჩვენი მაგარი ფეხბურთელების შესრულებით. დაგველოდეთ. და რა თქმა უნდა, მეგობრებო, პირველი საიდუმლო ყუთის გაახსნის უფლება წილად ხვდა დემეტრეს. აი დემეტრე, შენი საიდუმლო ყუთი და გახსენი და ვნახოთ თუ რა ფორმა დევს ამ საიდუმლო და ჯადოსნურ ყუთში. აბა გითხარი რა ფორმა დევს? Manchester United-ი. ძალიან კარგი, ამოიღე ფორმა და ანახე ხალხს. ესეც მეგობრებო ჩვენი Manchester United-ის ფორმა და დემეტრე ითამაშებს Manchester United-ის მაისურით. ამ შემთხვევაში წარმომადგენელი იქნება Manchester United-ის. ეხლა გავარკვიოთ თუ ვინ იქნება Manchester United-ის და დემეს წინააღმდეგ მეორე გუნდი. ამისათვის დაგჭირდება ჩვენი ჯადოსნური ყუთი და ვნახოთ ბატონ სანის რომელი საფეხბურთო კლუბის მაისური შეურჩიეს თავისმა მშობლებმა. აი, ჩემო სანი, შენი ყუთი და გთხოვთ რომ გახსნათ. და რა ფორმა არის? უთხარი მაყურებლებს. Real Madrid-ი, Manchester United-ი Real Madrid-ის წინააღმდეგ. გთხოვთ მეგობრებო, დაგვიწერეთ კომენტარებში თქვენი აზრი თუ რომელი მატჩის გაცოცხლებას შეეცდებიან ჩვენი პატარა ბავშვები და ვნახოთ თუ როგორ გამოგვივა. ასევე გთხოვთ რომ დაგვიწეროთ კომენტარებში ის ანგარიში, რა ანგარიშითაც დასრულდა ეს მატჩი. მადლობა ყურადღებისთვის და წინ გელოდებათ ცეცხლოვანი დაუვიწყარი მატჩი, რომელსაც ეს ორი მაგარი ფეხბურთელი შემოგთავაზებთ. 2-3. Bravo, კარგია. მე მინდა წარმოგიდგინოთ ჩვენი UEFA-ს კატეგორიის მსაჯი ბატონი კონსტანტინე. მოგესალმებით ბატონო კონსტანტინე. იმედი მაქვს ისე წარმართავთ ამ მატჩს, რომ UEFA ლიცენზიას არ დაგაკარგინეთ. მადლობა წინასწარ ყურადღებისთვის. ძალიან კარგი მატჩია. ცოტა ტემპს თუ მოუმატებთ, კარგი იქნება ძალიან. და შეტევაშია დემეტრე, რომელმაც მოიგერია თავის საჯარიმოდან ბურთი და ბურთი აქვს სანის. მეგობრებო, ვნახოთ თუ რას მოიფიქრებს. როგორ მოატყუა დემეტრე და ვნახოთ გაიტანს თუ არა გოლს. დარტყმა! და 1-0 მეგობრებო, დაწინაურდა Real Madrid-ი. Bravo! დემეტრემ შეიყვანა ბურთი, ანუ Manchester United-ი და ვნახოთ რა შვება Manchester United-ი. უჭირს მეგობრებო, უჭირს ამჯერად. Real Madrid-ი ფორმაშია, როგორც ყოველთვის 15 ჩემპიონთა ლიგა ტყუილ არ აქვს მოგებული და ვნახოთ ეხლა დემეტრე რას იზავს. დაბრუნდება თუ არა თამაშში. და შესანიშნავი გარღვევა და ანგარიში გახდა 1-1 მეგობრებო. ოჩაღდემეს. ძალიან საინტერესო აღნიშვნა იყო ეს. ოჩაღ მეგობრებო Real Madrid-ს და გადარჩა Manchester United-ი გოლს. Bravo! Bravo, ფეხებს შორის გაწვრენა Manchester United-ისგან, რომელიც საოცარია მეგობრებო. საოცარი შესრულება იყო, მაგრამ ამ დროს ანგარიში გახდა კლავური.
დაწინაურდა რეალ მადრიდი. განახლდა მეგობრებო თამაში, დემეტრემ შეიყვანა ბურთი თამაში, შესანიშნავი ცრუ მოძრაობა. შესანიშნავი ცრუ მოძრაობა და ანგარიში გახდა 2-2. როგორც მოგეხსენებათ 2-2-ია ანგარიში. ძალიან საინტერესო მატჩია, რას აკეთებს სანი მალადეც, მაგრამ აქ დემეტრე მიუხვდა ჩანაფიქს. ყოჩახ სანიმ დაიბრუნა ბურთი, ნახო თუ რას მოიმოქმედებს და ისევ ფეხებს შორის გაწვრენა და ანგარიში გახდა 3-2. დაწინაურდა კვლავ რეალ მადრიდი, მეგობრებო. განახლდა მეგობრებო თამაში. დაარტყა მანჩესტერ იუნაიტედმა, მაგრამ ვერ შეძლო ანგარიში დაწეულიყო რეალ მადრიდს. ნახოთ მეგობრებო თუ რა ანგარიში დამთავრდება ეს დაძაბული მატჩი. აქ შანსი დემეტრეს გოლის გასატანად, მაგრამ სამწუხაროდ ვერ გაიტანა გოლი. ძალიან კარგი თამაშია, ძალიან ტექნიკურად თამაშობს დემეტრე, ვერაფრით ვერ წაართვა ალექსანდრემ ბურთი, სანიმ ბურთი და ნახოთ ძალიან კარგი ორთაბრძოლა ძმების შესრულებით, ძალიან კარგი დაძაბული თამაშია და ნახოთ თუ როგორ მორჩება მეგობრებო ეს მატჩი. გადარჩა ალექსანდრე, გადარჩა. რას აკეთებს დემეტრე? შეძლებს თუ არა გოლის გატანას? ნახოთ ყოჩაღ ალექსანდრეს, მაგრამ ამ შემთხვევაში რატო შეჩერდა უცნობია. გააგრძელეთ თამაში. ყოჩაღ ჯარიმა მეგობრებო, ჯარიმა. 4 ნაბიჯი გადაზომა საჯმა და ნახოთ თუ რა შეძლებს დემეტრე, გაათანაბრებს თუ არა ანგარიშს მეგობრებო და ანგარიში გახდა 3-3. შემთხვევით დევიდ ბეკემის ჯარიმა ხომ არ გაგახსენდათ და 3-3 უდაძაბულესი მატჩი და ნახოთ თუ ვინ იქნება გამარჯვებული. განახლდა მეგობრებო თამაში, ანგარიშია 3-3, ძალიან დაძაბული მატჩი და შესანიშნავად მოქმედებს რეალ მადრიდი. ნახოთ თუ რა შედეგი დამთავრდება აღნიშნული მატჩი და მოიპოვა დემეტრემ ბურთი დარტყმა და ვერ შეძლო გატანა, თორემ ამ შემთხვევაში დაწინაურდებოდა მანჩესტერ იუნაიტედი და ნახოთ თავის საჯარიმოშია რეალ მადრიდი. შესანიშნავი ცრუ მოძრაობა, კიდევ ერთი ცრუ მოძრაობა და ნახოთ თუ რას. ბრავო სანი, ბრავო. ფეხებს შორის გაწვრენა, მაგრამ მე მგონი გაიტანს ახლა უკვე დემეტრე გოლს და დამთავრებს თამაში. და დარტყმა და ანგარიში გახდა 4-3 მეგობრებო. ძალიან დაძაბული მატჩი და იგებს მანჩესტერ იუნაიტედი. 1-2-3 წავიდა. განახლდა მატჩი მეგობრებო, ძალიან ცოტა დრო არის დარჩენილი. ნახოთ შეძლებს თუ არა რომელიმე გუნდი კვლავ კიდევ თავის გამოჩენას. 4-3 ანგარიში და საფინალო სასტვენამდე სულ ცოტა დრო რჩება. ნახოთ შეძლებს თუ არა თამაშის შემოტრიალებას რეალ მადრიდი, მაგრამ გაისმამს საჯის საფინალო სასტვენი და 4-3 გაიმარჯვა მანჩესტერ იუნაიტედმა. დღეისათვის სულ ეს იყო მეგობრებო, გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე დაგველოდეთ, გამოგვიწერეთ, დაგვიკომენტარეთ და შემოგთავაზებთ ძალიან კარგ და სახალისო ვიდეოებს.